ოქრო როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივის საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და კვლავაც რჩება ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი. გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები გაიზარდა, რამაც ძვირფასი ლითონის ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე აიყვანა. ოქროს რეზერვები არის ის ოქროს მარაგი, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური ბანკები ფლობენ. ეს აქტივი ხელს უწყობს ქვეყნის ვალუტის სტაბილურობას და ზრდის ნდობას ეკონომიკის მიმართ ფინანსური კრიზისების დროს. ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით ყველაზე მეტი ოქროს რეზერვი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ქვეყნის მარაგი თითქმის იმდენია, რამდენიც მომდევნო სამი ქვეყნის ერთად აღებული. ამერიკის შეერთებული შტატების რეზერვების მოცულობა 8133 ტონას აღწევს. შტატებს მოსდევს გერმანია, რომელსაც ჯამში 3 ტონაზე მეტი ოქროს რეზერვი აქვს. შემდგომ მოდის იტალია 2452 ტონა ოქროს რეზერვით და საფრანგეთი 2427 ტონა ძვირფასი ლითონით. აღსანიშნავია ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ოქროს უმსხვილეს შემწყიდველებად გვევლინებიან და მუდმივად ზრდიან თავიანთ რეზერვებს, როგორც სტრატეგიულ აქტივს. მაგალითად, ჩინეთის სახალხო ბანკმა 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ოქრო შეიძინა, რაც მათ სარეზერვო პორტფელში ოქროს მნიშვნელობის ზრდაზე მიუთითებს. გასული წლის მონაცემებით ჩინეთის ოქროს რეზერვის მოცულობა 2000 ტონას აღემატება. მიღმა რეზერვისა ჩინეთი ოქროს უმსხვილესი მწარმოებელია. ქვეყანაში დიდი რაოდენობით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მაღაროები ფუნქციონირებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ჩინეთის ოქროს წარმოება ქვეყნის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალურ ბაზარზეც. 2024 წელს ჩინეთმა დაახლოებით 380 ტონა ოქრო აწარმოა. რუსეთი მყარად ინარჩუნებს მეორე ადგილს ოქროს წარმოებაში. ქვეყნის უზარმაზარი ტერიტორიები მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ხოლო სახელმწიფო და კერძო სექტორები აქტიურად ავითარებენ მაღაროებს. გეოპოლიტიკური სირთულეებისა და სანქციების მიუხედავად რუსეთმა მოახერხა წარმოების შენარჩუნება მაღალ დონეზე. ქვეყანამ გასულ წელს დაახლოებით 300 ტონა ოქრო აწარმოა. დაახლოებით 300-მდე ტონა ოქროს აწარმოებს ავსტრალია. ავსტრალია როგორც ერთ-ერთი წამყვანი რესურსებით მდიდარი ქვეყანა დიდი ხანია ოქროს წარმოების ტოპ ქვეყნების სიაშია. მძლავრი ინფრასტრუქტურა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მაღაროთა ეფექტიან მუშაობას. ავსტრალიის ოქრო ასევე დიდი მოცულობით გადის საერთაშორისო ბაზრებზე. კანადაში ოქროს ინდუსტრია სტაბილურად ვითარდება. ქვეყნის უკიდეგანო ჩრდილოეთის რეგიონებში მდებარე მაღაროები უზრუნველყოფენ პროდუქციის დიდ ნაწილს. კანადის მთავრობის მხარდაჭერა და ინვესტიციები ხელს უწყობს ამ სექტორის მდგრად განვითარებას. კანადა ყოველწლიურად დაახლოებით 200 ტონა ოქროს მოპოვება წარმოებაზეა პასუხისმგებელი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2024 წელს ოქროს წარმოებაში მეხუთე პოზიცია დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შემცირებულია გარკვეული მაღაროების პროდუქცია, შტატები მაინც ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოზიციას. სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები მიმართულია მდგრადობისა და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისკენ. ოქროს წარმოება დღეს აღარ არის მხოლოდ რესურსების მოპოვება. არამედ ეს არის გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გადაწყვეტილებების განმსაზღვრელი. რეალურად ტოპ 5 მწარმოებელი ქვეყანა ბაზრის მომავალ ტრენდებს განსაზღვრავენ.